დავით ნარმანიამ თავი აარიდა ჟურნალისტებთან შეხვედრას და კორუფციის ფაქტზე მერის კიდევ ერთი თანამშრომლის დაკავების შესახებ კომენტარი არ გააკეთა. დედაქალაქის მთავრობის ხტომის დასრულების შემდეგ თბილისის მერი დარბაზიდან სათადარიგო გასასვლელით გავიდა და არ შეხვდა მედიას. რამდენიმე წუთით ჟურნალისტებისთვის იმ დარბაზის კარით ჩაიკეტა, რომელშიც მანამდე მთავრობის ხტომა გაიმართა. ეს კარი ჩაკეტა, აი ეს ერთ-ერთი არ მოხდეს უნდა კეტავ, კარი შეკითხვა გვაქვს და შემოვალ, შეიძლება? არა, შემოსვლა რატო დამთავრდა მთავრობის ხტომა? ხო, მაგრამ არ შემოდიან ხოლმე ასეა. არ შემოდიან რას ნიშნავს? მაგას ორჯერ ჩაკეტეთ კარი ერთი. არა, არ ჩაგვიკეტია კარები. კარი არ ჩაკეტეთ არ ჩაგვიკეტია კარები. კითხვა გვაქვს თბილისის მერთან, შეიძლება დავუსვათ? გამოვა თუ გადაწყვეტილება იქნება მიღებული, გამოვა. ჟურნალისტებს აინტერესებდათ მერის კომენტარი ანტიკორუფციული სამსახურის მიერ საბურთალოს რაიონის გამგეობის თანამშრომლის მიხეილ ქვირიას დაკავების შესახებ. გამოძიების ინფორმაციით 3 მარტს ქვირიამ ინდოეთის და ერაყის მოქალაქეებს თბილისში ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე 6300 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთის შეძენაში დახმარების სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა $10,000 ამერიკული დოლარი.